პროექტის თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის 2023 წლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. წარმატებულ პროექტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატი პირველი ნეო უნივერსიტეტ სქილულთან პარტნიორობით უკვე მეორეჯერ ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ პლატფორმა სქილულთან ერთად რამდენიმე ბენეფიციარი ესე ვთქვათ სხვადასხვა კურსებზე გავატარეთ და პირველი კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ გაგვიგრძელებინა ეს ინიციატივა. ისინი დაეუფლებიან ისეთ მოთხოვნად პროფესიებს, მომავლის პროფესიებს, რომლებიც საშუალებას მისცემს ჩვენი საზოგადოების წევრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, დასაქმდნენ და შრომის ბაზარზე იყვნენ კონკურენტუნარიანები. პროექტის მონაწილეებმა 3 თვის განმავლობაში ყველაზე მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიები შეისწავლეს. ღონისძიებაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრმა გიორგი გაბედავამ, ონლაინ აკადემიას ქილულის დირექტორმა გიორგი მარიამიძემ პროექტში მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს. აფხაზეთის მთავრობას აქვს შესაძლებლობა დღეს, რომ აი ამ კონკრეტულ პროცესში დაეხმაროს ახალგაზრდებს, რათა იმათმა იზრუნონ ამ განათლების მიღებით, თავისი პროფესიული უნარების ამაღლების თვალსაზრისით და განსაკუთრებულად აი ამ განზომილებაში, რომელიც უკავშირდება ციფრულ ტექნოლოგიებს, რომ მოახდინონ თავისი კვალიფიკაციის ამაღლება, გახდნენ უფრო დამოუკიდებელნი, თვითრეალიზებადნი და თვითდასაქმებულნი თუნდაც. ეს თანამშრომლობა ჩვენ ძალიან გვიყვარს, რადგანაც საშუალება ეძლევათ აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს, რომ შეიძინონ ახალი მაღალანაზღაურებადი თანამედროვე პროფესიები და გახდნენ კონკურენტუნარიანები შრომით ბაზარზე. მისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდით აფხაზეთის მთავრობას და მადლობას ვუხდით ისე იმისთვის, რომ ეს თანამშრომლობა გრძელდება. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე პროექტი წელსაც გრძელდება. თანამედროვე ტექნოლოგიური პროფესიების შესწავლა აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობისთვის 2024 სტარტი 22 იანვარს აიღო. პროექტისთვის 16 წლის ასაკიდან აფხაზეთიდან დევნილი სტატუსის მქონე 10 პირი კონკურსის წესით შეირჩა. მოგეხსენებათ, ჩვენი პროგრამა ვითვალისწინებს სამკომპონენტიან სწავლებას, ეს არის ტექნიკური ცოდნა, შინაარსობრივი ნაწილი, კარიერული ზრუნვა და ნეტვორკინგი, პროფესიული კავშირების დამყარება. შესაბამისად, ჩვენს უკვე კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რომ ამ სამივე მიმართულებით გაეღრმავებინათ ცოდნა და შეეძინათ ის უნარები, რაც აუცილებლად დაეხმარებათ თანამედროვე ბაზარზე თავის დამკვიდრებაში. 2024 წლის პროექტის ახალი მონაწილეების სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ, სადაც ძველი კურსდამთავრებულების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ. პირადად მე ჩავირიცხე ციფრული პროდუქტების ტესტირებაზე 3 თვის წინ და შევძელი ასე ვთქვათ, გამეგო ის მეთოდები, რა პრინციპით ხდება ეს საქმიანობა, რის შემდეგ ხდება და საერთოდ რატომ ხდება, უკეთ გავერკვიე რა მინდა და ასე ვთქვათ, ძალიან გააღრმავა ჩემი ცოდნა სქილულმა. პროექტი ონლაინ ფორმატში 3-4 თვის განმავლობაში გაგრძელდება. აფხაზეთიდან დევნილი სტატუსის მქონე პირები სქილულში სრული დაფინანსებით ისწავლიან.